აი ეს ადგილი ეს მთლიანად სწორი იყოს, ამას დაფარავ და გვერდზია მოღუნული და ეხლა ეს ბერკეტი რას აკეთებს? აწერია ბუდა ვერხ ივნის, ანუ ზემოთ და ქვემოთ. ანუ ეს არის გადასართავი, წინ გადაწევს ზემოთალულას ისვრის, ამას დააწვევი ქონდა, ანუ თოფი მომართულიც რო ქონდეთ უკვე შეყენებული. ესო ჩამოწიოთ, ხო, ან წინ მიწიოთ. რულას ეგრევე შეცვლის და ისე ისვრის. არის ძალიან მოსახერხებელი, ანუ თქვათ ეპარებით ციყვს ხეზე და ამ დროს დათვი გამოვარდა. ან რამე დიდი ცხოველი, ხო? ქომო ჩამოწევ და ქომთალულით უკვე აი ამას ესვრის. ამაში საფანტი და რამე არ დაქონდა. დაქონდათ მხოლოდ ჟაკანი. აი, თოფი არის ძველი. აი ესე იხსნება, იმას ესე ჩამოწევთ. ეს დაუშვა. ჩამოწევთ და გადაიხსნა. აქიდება 22 ელერი, აქიდება ეს სანადირო ტყვია. დავკეტავ. სამი ზნია აქ. რეგულირებადი, უკან რეგულირებადია, წინაც არის რეგულირებადი, ოღონდ გვერდზე შეგიძლია მხოლოდ გაწიო. ეს ჰორიზონტალურად მუშაობს, ესეც ჰორიზონტალურად მარტო, ვერტიკალურად არ მოძრაობს. და ქარხნოთ არის გასწორებული. თოფი არის თოჯინასავთ, აი შეხედეთ რანაირია. ხელში ჯდება კარგად, მსუბუქი თოფია. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თოფი უნდა ყოფილიყო მსუბუქი. აი აქედან 35 მეტრია სამი ზნეზე გავიტან ვისრი, გავიტან რა. ცოტა ზამთარი მოვივიდა, მაგრამ ენი და ვისრი, აი ესე ელერს